ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არჩევნები და მომავალი საპარლამენტო უმრავლესობის გეგმები ეს ის საკითხებია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი დღეს ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა. რა საკითხები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რა აინტერესებს მედიას, დეტალებზე ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მანჯავიძე ისაუბრებს. რატია ქართულ და უცხოურ მედია ჯგუფებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. ჟურნალისტების კითხვაზე გეგმა აქვს თუ არა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ივანიშვილის პასუხი უარყოფითია. ის განმარტავს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის სულ გადახალისებას აპირებს. მერაბიშვილი რა თქმა უნდა ვერ შეენარჩუნებს, ისევე ერთ ერთი მინისტრი ვერ შეენარჩუნებს ჩემი აზრით ჩვენს გუნდში ადგილს. მინისტრის მოადგილეების დიდი ალბათობაა ჩვენ ეს არ გაგვიხილავს, მაგრამ ვერც ერთი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და მათ შორის ვერც მერაბიშვილი. კიდე. ივანიშვილი ასევე შეეხო ბიუჯეტის თემასაც. ის არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი მომავალ წლის ბიუჯეტის კრიზისი შეიქმნას და მისეული ამ პრობლემის მისეული მოგვარების გეგმასაც გვთავაზობს. როგორღაც უნდა მოვახერხოთ და გამოვიდეთ სიტუაციიდან. შეიძლება კრიზისიც კი შეიქმნას რაღაც ეტაპზე. ის ქაოსი, რაც მან შექმნა კონსტიტუციაში, მას თამაში მაინც აღარ აქვს, ის მაინც ვერ გააგრძელებს ძალაუფლებას, არ აქვს ამის შანსი. ერთადერთი სორისულა, რომ თქვენ კითხვას პასუხი გაეცეთ, ყველაზე მარტივი, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ და გადაწყვეტილება ყველაზე იული ჩვენთვისაც იქნება, რომ მან კიდევ ერთი სორისულა გააკეთოს და დაწეროს განცხადება და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და ყველაფერს ამით ბოლო მოეღება და დაესვა. სხვანაირად ძალიან რთული პროცესია, მაგრამ მას თამაში არ ექნება და ამიტომ მე მგონი, რომ მას შეძლებს ამას, რომ ესეთი განცხადებას დაწეროს. ბიძინა ივანიშვილი მოქმედი ხელისუფლების მაღალ ჩინოსანთა წინააღმდეგ პოლიტიკური დემის განხორციელებას გამორიცხავს. ის განმარტავს, რომ კონკრეტული სახელმწიფო მოხელეთა კანონდარღვევის საკითხებზე სამართალწარმოების პროცესი თავად სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წამოყენებული სარჩელების საფუძველზე დაიწყება. თუ გინდ მათი ქცევიდანაც კარგად ჩანს, რომ ბიუჯეტი ვერ იქნება მოსაწონი და მოსაწონს არ დავეძებთ, ნუ იქნება კატასტროფული. მე როდესაც და ჩვენ კოალიცია როდესაც ასეთ განცხადებებს და დაპირებებს ვაკეთებდით, არც მაშინ არ ქონია დიდი განცდა და ეფორია იმის, რომ ბიუჯეტი დახტებოდა ძალიან კარგი. მე მაქვს სათადარიგოსვლები და მქონდა მხედველობაში ვთქვათ. და არასდროს არ მიკადრებია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვიყავი და არასდროს არ განმიცხადებია, რომ ამას საკუთარი კაპიტალით გავაკეთებ, თუ ბიუჯეტში ფული არ დახტება. მიაბით მე ივანიშვილი ასევე თავის საკუთარი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო. ის მოითხოვს დღევანდელი ხელისუფლებისგან პირდაპირ სასწრაფო წესით აღუდგინონ მას მოქალაქეობა. მე მგონი, რომ ჩემი ჩარევის გარეშე თქვენ თუნახეთ ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ამის ასეთი მსგავსი მოთხოვნით. მე მგონი, რომ იმდენი სარჩელი შევა მაგ კუთხით სასამართლოში, რომ ჩემი დახმარება არ დაჭირდებათ. იმდენი ხალხია გამწარებული მაგაცისგან და იმდენ ხალხს აქვს უკვე მზაობა იმისა, რომ სარჩელი შეიტანოს და მოითხოვოს, რომ კანონი დაისაჯოს, ჩემი განცხადება და ჩემი ჩარევა აღარ დაჭირდება. მე განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის განაწყენებული და გამწარებული ხელისუფლების ბერი მოხელეებისგან. მე შევქმნი, ჩვენ შევქმნით, ჩვენი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი აღსდგეს და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ეს გადაწყვეტონ სასამართლოს საშუალებით. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, მე მგონი იმდენი მომჩივანი ეყოლება ახალაიას, რომ ნამდვილად არ დაჭირდება ჩემი ჩარევა. სხვა მრავალ თემასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს მოუწია ასევე მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მისი მთავრობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემამაც მოუწია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კოალიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კითხვა არ გააჩნია. მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.